ზუსტად 7 საათია, რაც მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი და ამ დრომდე მოსამართლეს სიტყვით მიმართავს მაია მწარიაშვილი. Როგორც ჩვენ დავაზუსტეთ, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდეს ხტომა, თუმცა მას არ უთქვია კონკრეტული დრო, როდის დასრულდება ხტომა. მაია მწარიაშვილის შემდეგ კიდევ 3 ადვოკატი, მზიას 3 ადვოკატი მიმართავს სასამართლოს სიტყვით და ამის შემდეგ პროკურორების რეპლიკის ეტაპი რჩება. დღეს არ ვიცით, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ საბოლოო სიტყვას და სასამართლოს მიმართავს მზია ამაღლობელიც, როგორც ადამიანები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში უყურებენ მზია ამაღლობელს პროცესზე, რომელიც ამ 7 საათის განმავლობაში ერთხელაც კი არ დამჯდა სკამზე და ის ფეხზეა ამდგარი უსმენს მის ადვოკატს, რომელიც მოსამართლეს ანახებს იმ რეალობას, რა რეალობაც არის, რომ ამ საქმეში არის მხოლოდ ცრუ მოწმები და რომ არ შეიძლება ამ ბრალდებით ადამიანი სისხლის სამართლის საქმე დაიწყოს და ამ ბრალდებით ქალი პატიმარი ჰყავდეს ხელისუფლებას ციხეში. რაც შეეხება უშუალოდ გარე პერიმეტრს, ჩემს უკან ხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანია სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი. აქ არიან ადამიანები განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მსახიობები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები. ყველას მოლოდინი არის ერთი, რომ დღეს სავარაუდოდ იქნება განაჩენი, თუმცა არავის არ აქვს იმის განცდა, რომ მოსამართლე იქნება გამონაკლისი, ის მოსამართლე, რომელიც მზიას პროცესების შემდეგ დანიშნეს უვადო მოსამართლედ, მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას და მზიას გარეთ გამოუშვებს, თუმცა ყველა თან ხვდება იმაზე, რომ ეს არის ტესტი ქართული სახელმწიფოსთვის და ეს არის სადამსჯელო ოპერაცია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ამდენი სამართლობის პირისპირ დგომა არის ძალიან რთული და მზიას უწევს ამ ყველაფერს ნახვა. მზია ამაღლობელის შემთხვევის მდგომარეობა მან იცის კარგად რა სიტუაციაც აქვს და გაითვალისწინებს იმ სამართლებრივ გარემოებებს და ლაფსუსებს და აბსურდებს, რასაც დღეს მთელი დღეა ასაბუთებს მოსამართლის ადვოკატი და გაათავისუფლებს მზია ამაღლობელს პატიმრობიდან. ეს არის ჩემი სურვილი. მირის დეფინიცია აშკარად სხვადასხვანაირად გვესმის ჩვენ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პოლიციელი რატოა გმირი, ძალიან მაინტერესებს მართლა იმის გამო, რომ ადამიანმა ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ამ ქალმა საკუთარი პოზიცია დაიცვა, სილა გააწნა და ამის გამო რატომღაც უნდა იჯდეს 4-დან 7 წლამდე. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და არ ვიცი რომ გმირობაზე გველაპარაკებიან, მაგრამ ეს ჩემთვის ნახდათ არაა გმირობა. დღეს მზიას თვის გამოტანილი განაჩენი, ზოგადად მედიის გამოტანილი განაჩენილი, ეს არის თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ნამდვილად არ დასრულდება მათთვისაც, თქვათ, საკეთილდღეოდ. რომ მანდატურები იქცევიან ადამიანებივით. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სიდამპლე ჯერ კიდე ყველაფერში მოდებული არ არის რა. ხო და რავი, იქნებ არც თვითონ ზევით მე მოსამართლეებშიც არ არის ბოლომდე მოდებული ეს სიდამპლე, თქო ვიტყოდი, მაგრამ აღარ შემიძლია მიამიტად რომ გამოუჩნდე რა. არაფერს არ ველოდები იმედიანს. ისევე როგორც თქვა სხვა პოლიტიკურ პატიმრების შემთხვევაში, მიუხედავად მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რეპრესიული კანონმდებლობა აქვს და ასე შემდეგ, მოსამართლეს არ აქვს სხვა ალტერნატივა გარდა მზია ამაღლობელის გამართლებისა. ეკო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია სავსეა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სრული შემადგენლობით, როგორც საპატრულო, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. პრინციპში ყველგან არიან, ზოგ სამოქალაქო ფორმაცია, ზოგსაც პოლიციის ფორმა და ჩვენ სამწუხაროდ არ გვეძლევა საშუალება შიდა კადრები მოგაწოდოთ. კადრები, რომელიც დაადასტურებს, როგორ იქცევიან ამ დროს სამართალდამცავი სამოქალაქო ფორმით, როგორ გადაადგილდებიან სასამართლოს შენობაში, უღებენ ყველას ფოტოებს, ვინც კი დღეს არის აქ მობილიზებული. აქ კი დღეს ასობით ადამიანია, ბევრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ, დილიდან. აქ არიან გულშემატკივრობენ მზიას და როგორც გითხარით, მიუხედავად იმ რეალობისა, რაშიც ეს ბოლო თვეებია ვცხოვრობთ, მაინც არსებობს მოლოდინი იმისი, რომ დღეს შესაძლებელია მიიღოს მოსამართლეს სახელმწიფო გადაწყვეტილება და მზია უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლოს.